Fortnite, თამაში, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, დამალევი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Battle Royale თამაში მთელ მსოფლიოში. პოპულარულობასთან ერთად, თამაში მოთამაშეებმა აშენების მექანიკის და სკილების გაუმჯობესების გარდა შენიშნეს უცნაური მოვლენები, მაგალითად არსაიდან გამოსული საშიში ხმები და სახლები, რომელშიც შემზარავი ოთახებია ნაპოვნი. აქ არის 6 ყველაზე საშიში რამ, რაც გეიმერებს Fortnite-ის თამაშის დროს შეემთხვათ. Save the World-ში ძალიან ბევრი ისტერეგები და უცნაური მოვლენებია ნაპოვნი. მაგალითად აიღეთ ეს ერთ-ერთი კლიპი, სადაც მოთამაშე იმყოფება ტყის სივრცეში. დამეთანხმებით, როდესაც მარტო თამაშობ და ესეთ ხმას გაიგებ, ნამდვილად შეგეშინდება. ზოგი ამბობს, რომ ეს ხმები თამაშის ადრინდელი კონცეფციის ნაწილია, რადგან მოგეხსენებათ, რომ Fortnite თავიდან ჰორორ ჟანრის უნდა ყოფილიყო. მაგრამ შემდგომ დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ ჰორორიდან Battle Royale-ზე გადასულიყვნენ. არის თუ არა ეს მიზეზი იმის, თუ რატომაც ისმის ესეთი ხმები თამაშში, რომც არ იყოს ესეთი რაღაცის მოსმენა. ნამდვილად შემოწუხებელია. Slenderman-ი. დღეს აბსოლუტურად ყველა ვიცის, ვინ არის Slenderman-ი. მისი პოპულარულობა გამოწვეულია ათასნაირი შედარებების, რომლებიც ბევრ მულტფილმსა თუ თამაშში გვხვდება. ასეთი თამაშია Fortnite-ი. თუ Wailing Wood-ში დაეშვებით და ამ ქოხში შეხვალთ, შემოსასვლელთან დაინახავთ პოსტერს, რომელსაც თუ რამდენიმე წამის შეხედავთ, გარდაიქმნება ნაცნობ სურათად. თუმცა ეს მხოლოდ ისტორიის პატარა ნაწილია. თუ დაელოდებით სტორმის მოსვლას და უკან ტყეში შეხვალთ, იქ შესაძლოა თავად Slenderman-ი დაგხვდეთ. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ყოფილა ამის, ამიტომ თუ თავად ცდით ამის გაკეთებას, შესაძლოა პირველ ცდაზე არ გაგიმართლოთ. პლუს ამას ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ეს ისტერეგი სიმართლე არ არის. თუმცა ვერც ვერავინ დაადასტურა, რომ ყალბია. ამიტომ თუ სკეპტიკური ხართ, თავიდანვე სცადეთ, მაგრამ გაფრთხილება მიიღეთ. არავინ იცის რა ხდება, თუ Slenderman-ს დაინახავთ. ჩემი ვარაუდით სკინი კვდება, მაგრამ დარწმუნებით არავინ იცის. იმედი მაქვს, რომ ეპიკი ამ თემაზე ოდესმე ისაუბრებს. მისტიური შეხვედრა. თუ Wailing Wood-დან ჩრდილოეთით Tomato Town-ში წახვალთ, გზაში შეგხვდებათ საკმაოდ უცნაური რამ. Actually, I wonder if there's like stuff up here. Holy that's weird as hell. What the hell? What the hell is that about? ბევრი ისტერეგებისგან განსხვავებით, ამის დანახვა საკმაოდ შემზარავია და გიტოვებს განცდავს, თუ რა არის ამის მიღმა. რატომ არის სკამები ოვალურად დაწყობილი და რატომ არის სათამაშო დათვი და საფრთხობელა იქ. სამწუხაროდ ამ კითხვებზე ეპიკს არანაირი პასუხი არ გაუწია, მაგრამ ზოგიერთმა გაიგეს სკამზე დათვის მნიშვნელობა. როგორც ისინი ამბობენ, მათი განადგურებით შეგეძლო გაგიხსნა იარაღი, სახელად ზაპატრონი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ეპიკმა თამაშიდან ამოშალა, რადგან ძალიან ძლიერი იყო. ბევრი ამბობს, რომ იარაღი თამაში ისევ არის, უბრალოდ დამალულია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ თეორიაა.
ეს მოვლენა შესაძლოა ასევე იყოს Save the World-ის ერთ-ერთი quest-იდან, სადაც შენ უნდა გაანადგურო რამდენიმე სათამაშო დათვები. იმედი მაქვს, თამაშის შექმნელები ოდესმე ამ მოვლენების ნამდვილ მიზეზებს აგვიხსნიან. დამალული სარდაფი. როდესაც Save the World-ში იმყოფებით და quest-ს აკეთებთ, შესაძლოა შემთხვევით შეხვდეთ უცნაური სახლი. სახლის შესვლის მომენტში იფიქრებთ, რომ ეს სახლი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა როდესაც დაბლა სართულზე ჩახვალთ, შენიშნავთ ამ სახლის უცნაურობას. მაგალითად, თუ მაცივარს დაამტვრევთ, რომელიც ოთახების შესასვლელს ბლოკავს, შიგნით დაინახავთ ადგილს, რაც დიდი ალბათობით საწამებელი ოთახია. მაგრამ სარდაფი არ არის ყველაზე შემზარავი რამ ამ სახლში. თუ სახლის ეზოში გახვალთ, დაინახავთ რამდენიმე ამოთხილ საფლავებს. რა თქმა უნდა, თუ ამ ყველაფერს საწამებელ ოთახს დავაკავშირებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს სახლი ეკუთვნოდა ვინმე ფსიქიურად აშლილ სერიულ მკვლელს. ეს არის თამაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენა, რაც დღემდე ამოუხსნელად რჩება. გაუჩინარებული სათამაშო დათვები. თუ ბენზინგასამართთან მიხვალთ და მეორე სართულზე ახვალთ, დაინახავთ ოთახს, რომელიც სრულიად ცარიელია. თუმცა თუ შესასვლელის მარჯვნივ კედელს დაამტვრევთ, დაინახავთ, რომ ოთახს უფრო დიდი სივრცე აქვს. And as I was smashing through all the walls, there is a car, and when I looked inside the car, there is a stuffed teddy bear. And after I look at it for a few seconds, it disappears. And this is really creepy. Now, this is something I've seen in a few other video games. Call of Duty is renowned for its multiplayer maps having these secret hidden teddy bears. But I've never seen this happen in Fortnite before, where there's been a teddy bear and it's just disappeared out of nowhere. ფაქტი, რომ დათვი უეცრად უჩინარდება, საკმაოდ შემაწუხებელია. შესაძლოა ეს უბრალოდ თამაშის ბაგია, რომელიც მხოლოდ ამ მოთამაშეს შეხვდა. მაგრამ არსებობს ბევრი ვიდეო, სადაც დათვები ანალოგიურად ქრება. თუ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, მაშინ ამას თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. და მაინც, რა არის ამის ახსნა? ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს, რომ თამაში შეპყრობილია. თეორისტები ამბობენ, რომ Fortnite შეპყრობილია იმ მათგან, ვინც სტორმა მოკლა. თუმცა ამ მოვლენების ნამდვილი განმარტება ისე მისტიურად რჩება. მოჩვენებები. როგორც აღმოჩნდა, ამ ფაქტს ბევრი მტკიცებულება აქვს. როდესაც პლეიერი Pleasant Park-ში დაეშვა, მან დააფიქსირა ეს შემზარავი კადრი. Reddit-ის მომხმარებელზე დაყრდნობით, სიტყვა Pleasant-ი არის ნიღაბი იმ შემზარავ და კრიმინალურ ინციდენტებზე, რომელიც ამ ადგილას მოხდა. თეორიაზე დაყრდნობით, გარდაცვლილების შემდეგ დაასაფლავეს Haunted Hills-ში. სწორედ ამიტომ, სულები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, რათა განაგრძონ აქ ცხოვრება, ზუსტად ისევე როგორც ადრე, როცა ცოცხლები იყვნენ.
eine brauche, aber eigentlich ist der Loot Ja, immer ich ziemlich brauche gut. eine. Oh, Theoretisch. das war Hinter dir. Ich. Hi. dein Mate? იმედი მაქვს, უფრო მეტი ადამიანები იპოვიან ამ ფენომენს, რათა თეორია ჭეშმარიტი გახდეს. იქამდე კი მხოლოდ ვარაუდის საშუალება გვაქვს.